სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინისათა ამ ჩვენთან არც ღმერთს. ერთად ალოცვილი გამყოფოთ, ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე ქრისტიანული სამყაროსთვის, შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. განხორციელებული ღმერთის დაბადების დღე არის. ხორციელად შობის რატო გააკეთა უფალმა და საერთოდ რა აუცილებლობას წარმოადგენდა ღმერთის განხორციელება. ჯერ კიდე 64-ში ჩემო ძვირფასებო, როდესაც ადამ-დევამ შეცოდა და შესაბამისად სამართლიანია ღმერთი, ხო? და მათ მიიღეს საჟე. მაგრამ მოსიყვარულია ამასთან ერთად ღმერთის სიყვარული არის. და ამ საჟეს სჭირდებოდა გამოსყიდვა. ადამიანს არ შეეძლო ამის საკუთარი შეცდომის უკვე გამოსყიდვა. ამ ცოდვის გამოსყიდვა შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ მართალს. ამიტომ ღმერთი ხორციელდება თვითონ ხდება ადამიანი, შეისხავს კაცობრიულ სხეულს, განკაცდა, განხორციელდა. პირდაპირ წერია იოანეს სახარების 14 ბუხში. პირველ ბუხში წერია, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. და 14 ბუხში წერია იოანეს სახარებაში, რომ სიტყვაზე განხორციელდა და ჩვენ შორის იქცეოდა, ანუ განხორციელდა და ხორცი შეისხავა. მოვიდა ჩვენთან იმისთვის, რომ კაცობრიული ცოდვები, მთელი კაცობრიული ცოდვები საკუთარ თავს აეღო და თვითონ დაჟილიყო მის კაცობრიობის მაგივრად, მართალი. და ერთადერთი თუ ვინმე შეძლებდა ამის გაკეთებას, თავად ღმერთი იყო. თუ არა ღმერთი, მაშინ ცოდვის გამოსყიდვა, ნახე როგორ ამბობენ, ვის აქვს ერთადღილზე რომ ცოდვას მიუტევებს, ვის აქვს ცოდვის მიტევის უფლება, თუ არა ღმერთსო. ნახეთ ბიბლიის მიხედვით, ღმერთს უნდა გაეკეთებია ეს. ღმერთი განხორციელდა ჩვენთან გახდა ადამიანი და მოდის დღევანდელ დღეს ჩვენთან. და როგორ მოდის ის? ჩვენი როგორ მინდა იცით დაგანახოთ. შეძლებს დაგვარად როგორ შევძლებთ და მე თქვენ როგორ შეძლებთ რომ დაინახოთ. მე ღვთისმშობლის ცხოვრების მოყოლა ვიცი ხოლმე, ახლა მიხვდებით რა თქმა უნდა რომ დავიწყო ასეთი გოგოს ბედი თუ გინდა თქვა სადაც. ახლა მამაკაცის ბიჭის ბედს ვიტყვი. დაიბადა თუ არა მაშინვე მთელი სახელმწიფო დაძდევს მოსაკლაოდ. აი წარმოიდგინეთ. დაიბადა და მთელი იმპერია უზარმაზარ მაშინ მსოფლიო მმართველობა იყო რომის იმპერია მოგესალმებით. მთელი ჯარისკაცები ბრძანებით დაძდევენ რომ მოკლათ. ქვეყანის დატოვება მოუწევთ. შიმშილობა, გაჭირვება, რამდენ რამეს გადაიტანდა, ხო? დედა და მამობილი, რამდენ უბედურებას გადაიტანდა ტაჯვა-წამებას. უბრალოდ წარმოდგენას იბზარავს, ხოსი. მე რა უკან ბრუნდებიან, მოკვდა მადევარი მართველი. და მისი შვილი მის მაგივრად არისო არქელაოსიო და განაპირა ქალაქს ნაზარეთში დასახლდებიან. იმიტომ დასახლებენ ნაზარეთში, რომ დევნა რო დაეძლა გაასწრო. ადვილად რო გაასწრო, საზღვარს გადავიდნენ ეგვიპტისკენ. მერე გაიზრდება და იწყებს განკურნებას ადამიანებისას. ქადაგებს ასწავლის ათასობის შესახებ და დაიჭერე და წამებით კლავე. ახლა რო უთხრა ვინმეს ასეთი ცხოვრება გინდა? ადამიანი იშვიათ არ იტყვის ადამიანი, რა ვიცი. მაგრამ ეს ხომ ქრისტეს ცხოვრება მოყვევი. ამასთან ღვთისმშობლის ცხოვრება მოგიყევით, გოგონას ცხოვრება და პირველად რომ მოყვევი მახსოვს, რომ არავის არ გითხოვს, თანხმობა კი თანახმავა რომ. მე უკვე კი თქვით, იმიტომ რომ მივხვდით ვისადაც საუბრობთ. ამ სოფლიური თვალსაზრისით, ამ სოფლიური ხედვით ღვთისმშობლის ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა. საკუთარი შვილის წამების სიკვდილს უყურა. მეტი ტანჯვა რა უნდა იყოს დედისთვის. და იესო ქრისტეს ამ სოფლიური ცხოვრებით რომ შეხედო, მარტო ამ სოფლიური რა ჭრილში ხედავ მას, რომელი თვალი და რომელი ფიზიკაში ერთი ათვლის სისტემა, ფიზიკური გამონათქვამია ფიზიკაში. რომელი ათვლის სისტემიდან უყურებ მათ ცხოვრებას. აი როგორც კი თუ კი შენთვის ძვირფასი, ჩემო კეთილო ადამიანო, ჩემო ძვირფასო. შენთვის თავარი არის ეს სოფელი. მაშინ შენთვის ქრისტეს ცხოვრება უაზრობა. ამიტომ წერია, რომ ჯვარცმაზე როა ნათქვამი.
წარმართათვის სისულელიაო, ებრაელთათვის ცუდუნებაო, ხოლო მორწმუნეთათვის კი ცხონებაო, ჯვარცმა. სისულელია წარმართებისთვის. ვისვისაც ჯვარცმა სისულელია, ესე წარმართია მის ასროდება. ხოლო ვისვისაც სასტური, ესე ურია არის. ურია ერულებაზე კი არ ლაპარაკი აქ, და რწმენაზეა ლაპარაკი, თავისებურ რწმენაზე. და ვისვისაც ჯვარცმა ცხონებაა, ისაა ქრისტიანი. და თუ კი შენთვის ჩემო ძვირფასო, ჩემო კეთილო ადამიანო, ქრისტეს სამხედროდ მოვლინება. მარტო იმაში გააქვს ასოცირებული, რომ ახლა რო გახსნილ ახლა და კარგად წვადები უნდა ვჭამოთ, კარგად გემრიელოთ. ღმერთმა შეგარგოთ. მეც სიამოვნებით ვჭამ ხოლმე წვადებს წილში კი ბატონო. მაგრამ თუ შენთვის მე იმას კი არ ვამბობ, რომ რატო ჯავ თქო. მე ვამბობ, რომ თუ შენთვის შობა ღორისხორსი ჭამასთან ასოცირდება, თუ შენთვის შობა მარტო ნაძვისხესთან ასოცირდება, ნაძვისხის დაგმეთ შეიძლება. ეს სხვათა შორის ნაძვისხე საშობაოა და არა საახალწლო. კომუნისტებმა დაარქვეს მას საახალწლო ნაძვისხე და თუ შევცვლით ამას და ეს საშობაო დღესასწაულად გადავაკეთეთ, კარგი იქნება, ისე ცოტა გადახდეთ. და შობა შენთვის თუ კი მარტო რაღაც ამსოფლიური რაღაცებია და მორჩა დამთავრდა. ქრისტე მოვიდა ხა და მოდი ახლა რაღაცა ვთხოვოთ. და მოусმენთ, აბა რას ვთხოვთ? თვითონ თხოვნაში ჩანს და თხოვნების კლასიფიკაციაში ჩანს ჩვენი სარწმუნოება, ჩემო ძვირფასებო. როდესაც ჩვენ მას ვთხოვთ, რას? მე ერთო კარგად ვამყოფე. განაცუდი არა მას ვეუბნები, განა იმას გეუბნებით, რომ ეს არ მეთხოვ, მაგრამ მარტო ამას რო თხოვ. კარგად ვამყოფე, არაფერი მეთკინოს, არ გავცივდე, ფული მქონდეს, შიერი არ მყავდეს ოჯახი. ასა ღმერთს რაც ჩამოთვალე, განა ეს ცუდია ამის თხოვნა. ასე თუ კი გამიგებთ, ღმერთმა დამიფაროს რომ ეს ცუდი იყოს, მაგრამ როდესაც მარტო ამას თხოვ და რა უნდა თხოვ სინამდვილეში უფალს. ღმერთო მომეცი ძალა იმისა, რომ გავაცნობიერო შენი ამ სოფლად მოვლინების განხორციელების არსი. გამაგებინე უფალო ეს. გამათვიცნობიერებინე კვამის ბედნიერება მომანიჭე, რომ გავიგო რა არის ქრისტეს შობა. რომ არაფერ კავშირში არ არის ღორი და დაკლასთან, არ არის კავშირში ეს. ღორს იმიტომ კლავ ჩვენ რომ არ ფუშტება ღორის ხორცი საუკუნეებს მას ადვილად ინახება, მათ ადრე მაცივარი არ ქონდა. ღორის ხორცი ადვილად ინახება, უფრო მყურვალია. და თან ადვილად მარილდება და ასე შემდგომ. იმიტომ გახდა ღორის ხორცის დაკლა. მერტო გამაცნობიერები რა არის შენი ამ სოფლად მოვლინების აზრი. დამანახე ეს და მომანიჭე იმის მადლი, რომ მადლობელი ვიყო ამის შემდგომ, რომ შენ მოხვედი იმიტომ, რომ მე გადაგერჩინე. არ გინდოდა, რომ დავღუპულიყავი. ვინ? ახლა 8 მილიარდი ადამიანია. ჩვენამდე რამდენი იყო კიდე? ჩემთვის მოვიდა. შენთვის მოვიდა, შენ ხო ჩემნაირი ერთი ადამიანი ხარ. დედამიწა რას წარმოადგენს? სამყაროში ძვირფასებო. რას წარმოადგენს? სხვა პლანეტა შედარებით რა პატარა. გონი ვენერაზე და მარსზე არის ცოტა დიდი. დანარჩენები ყველაფერზე პატარა არის. და რამდენად პატარა? დედამიწა. დედამიწაზე ჩვენ ვინა ვართ? რას წარმოადგენს? და ჩვენთვის მოვიდა, შენთვის მოვიდა, ჩემთვის მოვიდა. განხორციელდა, სად დაიბადა? ბოსეში, გომურში, იმერულად ბოსეში. რატო სხვა ადგილი ვერ იპოვა? ნებისმიერ ადგილს დაიბადებოდა. მის ხელში არა სამყარო. გაჩვენა რომ თავდაბლობა მთავარია, რომ ამ სოფლიური რაღაცეები ზედმეტია და ნუ ხარ ამ სოფლის მონა. ეს გაჩვენა ჩემო ძვირფასო. ეს დაგანახა. იმიტომ აიღო საკუთარ თავზე ყველაფერი შეურაცხყოფა, ცილის წამება, ლანძღვა, გინება, წამება. როგორი წამება? აი ფილმი რო არის გადაღებული ქრისტესებანი. არა მე ორჯერ უყურე თუ არ ვხდები ორჯერ, მაინც მინიმუმ უყურე სპეციალურად. რამე ხო არა დამატებული მეთქი.
არაფერი დამატებული არ არის, სახარებიდან არის. ოღონ გადაღებულია კარგი იმგაგებით, რომ ძალიან ემოციურად გადმოცემს ტანჯვას და წამებას. მათრახიდან, მათრახი ჩაოლებრივი მათრახი არ იყო. კბილანანები ქონდა, ხორცი მიყვებოდა მათრახს გადარტყმაზე. აგლეჯილი ქონდა, კუნთები ზურგზე. უბრალოდ გაწითლებული კი არა, აგლეჯილი და თავზე დადგმული გვირგვინით, ფათაშორის მიტრა გვირგვინს წარმოადგენს. ეკლები, რომლებიც ლურსმებივით ეკლები იყო, ჭრილობა ძვალში იყო გატანებული. ძვალი არ იყო დაზიანებული, მაგრამ ძვლამდე მისული, მიჭერი იყო ძვალზე. წარმოიდგინეთ, უბრალოდ გვერდო რომ გამოასწევეს, ნუ რა ვიცი, არ დავწეროთ ღმერთო, უბრალოდ წარმოიდგინეთ. რა დონის ტკივილებია და თან კიდე ჯვარცმა დამამცირებელი ტკივილი რატო არის? იმიტომ რომ არ კვდება ჯვარზე ადამიანი. დღეები იტანჯებოდნენ, რომ თან დაუმთავრებელი უწყვეტი ტკივილია და არ კვდება. და მოხდა ის რომ ამდენი საათში იესო მოკვდა. ჩვენთვის გააკეთა ეს. და როდესაც ამას აცნობიერებ, რომ ეს შენთვის, ჩემთვის მოვიდა, პირველ პირით ვიტყვი, ჩემთვის მოვიდა. ბოსელში ჩემთვის დაიბადა, დავდაბლობა რომ ესწავლებინა. ჩემთვის იყო დევნილი, რომ ესწავლებინა, რომ ამ სოფელში შეიძლება ქრისტეს სახელისთვის გდევნონ. ჩემთვის გააკეთა ეს ერთი ადამიანისთვის. და მადლიერება არის უმთავრესი, რასაც ჩვენგან ითხოვს. მადლიერება. მადლობა უფალო ყველაფრისთვის. იოანე მახარებლის სიტყვებია მადლობა უფალო ყველაფრისთვის და როცა კითხეს ვერ ქადაგება მარტო ორ სიტყვას ამბობდაო. გიყვარდეთ ერთმანეთი იოანე მახარებელს. იოანე ოქრობლისა მადლობა ყველაფრის ამერია მოდის ირთით. და რატო მადლობაო ოქრობელს ეკითხე მადლობით, მადლიერებით ყველაფერი ეშმაკი გარბის. როდესაც მადლობ ღმერთს ყველაფრისთვის ეშმაკი გარბის შენგან. და უკვე ადამიანის სულიერ სიხარულს განიცდის ძვირფასო. მერტვა განგვაცდევიოს ქრისტეს მიერი ნამდვილი სიხარულის განცდა. ცოდო ადამიანი ვიც ისე ცხოცხლობს ამ ქვეყანაზე, ვისაც არა აქვს ამის ნიჭი, ეს ნიჭი ყველას აქვს. მაგრამ ნებაყოფლობით ვამბობთ უარს ამ ნიჭზე. ნებაყოფლობით. მერტვა განგვაცდევიოს იმის განცდა, რატო მოვიდა ღმერთი ჩემთვის. ჩემთვის იბადება. შენთვის იბადება ის. თითოეული ჩვენთაგანისთვის ხდება ეს. და ამის განცდის მადლის სიხარულს განიჭებს. რაოდენბედნიერება რომ ღმერთი მოდის შენთან. გაგაზიაროთ მაღალ ღმერთს ცოტა გამიგზელდა სიტყვა. და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი დღე შობის ზალმალი ფარავდეთ და შეგწეოდეთ. ჩვენთან არც ღმერთი. არც დაიყოს.